26 აპრილს აღდგომიდან მესამე კვირას მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს ჯვართაღმართების დღესასწაულზე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. სადღესასწაულო ლიტურგია წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა აღავლინა. თანამსახურებდნენ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა მღვდელმთავარმა. სახელითა მამისათა და დისა და სულისა წმინისა. ქრისტიასგა. ერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გილოცავთ წინვალი აღდგომის დღესასწაულს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, აღმართება პატიოსნისა ჯვარისა მცხეთას. მენელსაცხებელთა კვირა, ერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. დღევანდელი სახარება უნდა ვიცოდეთ ზეპირად. აი დღევანდელი სახარება შეგახსენებ. ჯვარცმულია ქრისტე, მოციქულები შეშინებულები არიან, საფლავზე არავინ არ არის და დედები მიდიან საფლავზე. ღამეა, მაგრამ მაინც მიდიან და გზაში გახსენდება, რომ იქ დიდი ლოდია, დიდი ქვა, ვინ აიღებს ამ ლოდს? ან ვინ გარდაიგორებს ამ ლოდს. და როცა ადამიანი სუფთა გულით, სიყვარულით, სიწმინდით მიდის უფალთან, თვითუფალი აიღებს ამ ლოდს და გარდაგორდებული იქნება ეს ლოდი. ეს არის ჩვენი ქრისტიანების მთავარი აზრი. მივდივართ უფალთან, ღამე არის. ნებისმიერი პრობლემა, ომი, პანდემია, მაგრამ სუფთა გულით თუ მივდივარ, თვითუფალი აიღებს ამ ლოდს, ამ პრობლემას, ამ წინაღობას. და ეს უნდა ვიცოდეთ ყოველი ქრისტიანი, მით უმეტეს ვინც დღეს მოვიდა და ეზიარება. ნებისმიერი პრობლემა იქნება ჩვენი უფლის მიერ ასე აღებული. ერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, დღეს მსვლელობა გვაქვს, მოვემზადოთ და კიდევ ერთხელ ვაკურთხოთ ჩვენი ქალაქი წმინდა მცხეთა და ვაკურთხოთ ჩვენი უკვდავის სულები. ერთმა აცხონოთ ჩვენი საყვარელი პატრიარქი და ვემზადებით, რათა ავერჩიოთ ახალი პატრიარქი. ეხლა მსვლელობის ჟამს ვიგალობოთ, ვადიდოთ უფალი, რათა იქნეს არჩეული ღირსეული პატრიარქი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ინებოს ღმერთმა მომავალი აღდგომის დღესასწაული დამშვიდებულ, გამთლიანებულ საქართველოში, აფხაზეთში, ცხინვალში გაგვითენოს უფალმა. ამინ. მრევლს ქადაგებით მიმართა ქრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ. სასულიერო პირმა დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გილოცავთ ჯვართაღმართების დღესასწაულს. ნიშანდობლივია, რომ ეს დღესასწაული, უძველესი დღესასწაული აღადგინა ჩვენმა პატრიარქმა, რომლის მე-40 დღეს აღნიშნეთ გუშინ. ღმერთმა აცხონა სული ჩვენი კათოლიკოს პატრიარქისა. უამრავი ღვაწლი აქვს მას ამის შესახებ. თქვენ იცით, მე მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, რა ღვაწლი აქვს ჩვენს პატრიარქს მცხეთასთან მიმართებაში ამ უძველესი დღესასწაულების აღდგენაში. პირველი მინდა გითხრათ, რომ სვეტიცხოველი ეს არის ძველი და ახალი აღთქმის უდიდესი სიწმინდეების მფლობელი. ამ წიაღშია დავანებული წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი და აქ არის საუფლო კვართი. აი წმინდა ილია ხალენის ესე იგი ადგილსამყოფელი, როგორც იყო ეს ძველ ქრონიკებში, პატრიარქმა სწორედ წარმოაჩინა, ტრაპეზი დადგა იქ, თქვენგან მარცხნივ, წმინდა ილიას ტაძრის წინ და იქ ტარდება წირვები, ანუ აღდგენა, წარმოჩენა წმინდა ილიას
ილია წინასწარმეტყველისა, როგორც რაღაცა განსაკუთრებული მცველისა და მფარველისა ჩვენი ერის ეს პატრიარქმა წარმოაჩინა, ანუ ძველი აღთქმის დიდი მამა. შემდეგ დღევანდელი დღესასწაული ჯვართაღმართება. ეს არის მეოთხე საუკუნეში წმინდა მირიან მეფის მიერ დაფუძნებული დღესასწაული, კერძოდ დღევანდელ დღეს აღდგომიდან მესამე კვირას ჯვრები სამი, რომელიც შეიქმნა ერთი კვირით ადრე, დღევანდელ დღეს იქნა აღმართული ამ ტაძარში ხელის დადებითა მეფისაითა და განზადებული იქნა იმისათვის, რომ აღმართულიყო მაღალ მთებზე, მაგრამ სად ეს არ იცოდნენ. ამიტომ წმინდა ნინო ეუბნება მირიან მეფეს, რომ დაველოდოთ ღმერთი გვიჩვენებს სასწაულს და მართლაც რიჟრაჟზე ცეცხლოვანი ჯვარი გარდამოვიდა. აქ აშენებული მაშინ იყო ხის ტაძარი, აი ამ ხის ტაძრის თავზე ვარსკვლავთ გვირგვინით შემკობილი და აი ამ ჯვარმა იწყო სვლა აქედან სვეტიცხოვლიდან ჯვრის მიმართულებით, ანუ დასავლეთიდან აღმოსავლეთით. გზად გამოეყო ორი ვარსკვლავი, ერთი წავიდა დასავლეთით, მეორე აღმოსავლეთით, თვითონ ეს ჯვარი შეჩერდა სადაც დღეს ძუძუს წყაროა, წმინდა ნინოს მიერ აღმოცენებული და იქედან აღვიდოდა იქ სადაც დღეს ჯვრის ტაძარია და იქ შეჩერდა. აი მაშინ წმინდა ნინომ ბრძანა უთხოვა უпроსწორად მეფე მირიანს, რომ დავადგინოთ თუ ის ორი ვარსკვლავი სად ჩერდება. ეს ვარსკვლავები მიდიოდნენ და ისე ბრუნდებოდნენ, რომ ქართველი ერისთვის ესწავლებინათ თუ სად უნდა აღმართულიყო ეს სამი ჯვარი. აუწყეს მეფეს, რომ და წმინდა ნინოს, რომ ერთი ჯვარი თოთის მთაზე შეჩერდა, სადაც მირიან მეფე სულიერი თვარი აეხილა, იცით თქვენ ამის შესახებ, და ერთი ვარსკვლავი ბოდბეში გაჩერდა და თვითონ როგორც გითხარით ვარსკვლავთ გვირგვინით ცხეთი ჯვარზე. ესე იგი სამი ადგილი უფალმა მონიშნა იმისათვის, რომ ჯვრები აღმართულიყო ცველად და მფარველად ჩვენი ერის. აი ეს დღესასწაული, როდესაც ეს სამი ჯვარი აღიმართა ჯვარზე, თოთის მთაზე და უჯარმაში, ქართლის ცხოვრება მოგცევა უпроსწორად გვაუწყებს, რომ დაეცა ყოველი კერპი ქართლისა. აი ეს დღესასწაული მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ეკლესია აღნიშნავდა ამ დღესასწაულს, მაგრამ შემდეგ იქნა მივიწყებული. აი სწორედ კათალიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა ეს დღესასწაული და უკვე 18 წელია აი ამ აღნიშნავთ ჩვენ ამ დიდ დღესასწაულს. ეს არის ჯვრების აღმართვა, ისევ ხელახლა ვიმეორებთ ამ პროცესს და წინა წელს აღმართული ჯვრები აი ჯვარსა, თოთსა და უჯარმაზე გადაბრძანდება სხვადასხვა ადგილებზე. აი ნახეთ კათალიკოსის დამოკიდებულება პირველ რიგში მან ბრძანა, რომ ჯვრები გადაბრძანებული იყო სასაზღვრო რაიონებში, რომ საქართველოს საზღვრები დაცულიყო. შემდეგ, როდესაც უკვე ამ ჯვრებმა 18 წლის მანძილზე მოიცვა ეს სასაზღვრო რაიონები, შემდეგ უკვე საკათედრო ტაძრებში, ასევე ასურელ მამათა მიერ დაფუძნებულ მონასტრებში და აი ასე და ასე შემდეგ. მთელი ესე იგი როგორც თქვით, ცველად და მფარველად ჩვენი ერის. თქვენ ხედავთ ახლა აქ სამ ჯვარს, რომელიც დღეს ასევე ტრადიციულად გადაბრძანდება ნავებით
გეცამანის ბაღში, ანუ აღმოსავლეთით სვეტიცხოვლიდან, გეცამანის ბაღიდან კი განაწილდება ერთი ჯვარი, აბრძანდება როგორც მოგახსენეთ მცხეთის ჯვარზე, ერთი წაბრძანდება თოთის მთაზე და ერთი უჯარმაში. ეხლა უჯარმა რატომ წმინდა ნინომ ბრძანა, რომ ბოდბე თვითონ ჩემი განსასვენებელი გახდებაო. ამიტომ ჯვარი აღმართოთ უჯარმაში, სამეფო ქალაქი არისო, ამიტომ სალომე უჯარმელმა აღმართმა უჯარმაში ეს ჯვარი. დღესაც ზუსტად იგივეს გავიმეორებთ. და შარშან იქ არსებული ჯვრები, შარშან აბრძანებული ჯვრები გადაბრძანდება წელს 3 მიმართულებით. მცხეთის ჯვრიდან კარსნის წმინდა ნინოს მონასტერში, ეს არის მთა ქართლზე, როდესაც თქვენ მცხეთის ხიდიდან გაიხედავთ, ჩანს მთა ქართლზე, პატარა ტაძარი მთის კენწეროზე, აი ერთი იქ დაბრძანდება, ის წმინდა ნინოს სახელობის არის. წელს, რადგანაც 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, ამიტომ წმინდა ნინოს ადგილები შეირჩათ ლევანდელ წელს, ანუ ერთი როგორც მოგახსენეთ, კარსნის წმინდა ნინოში, მეორე ჯვარი საგარეჯოში ნინო წმინდის ტაძარში აღიმართება და მესამე აღიმართება ურბნისში. თქვენ იცით, როდესაც წმინდა ნინო შემოვიდა საქართველოში, ურბნისში შეჩერდა და იქ ტაძარი აშენდა შემდეგ. აი ამ სამ ადგილას იქნება აბრძანებული ეს ჯვრები. ეხლა მინდა გითხრათ, თქვენს წინაშე მდებარე აი ბალდახინში მოთავსებული ჯვარი, ეს არის ზუსტად ის ჯვარი, რომელიც წმინდა ნინო მიტვირთა და ააბრძანა, ანუ პირველად გაკვალა ეს გზა სვეტიცხოვლიდან მცხეთის ჯვრამდე. ეს არის ქართველთა ვია დოლოროსა, ანუ გოლგოთის გზა. მადლობა ღმერთს, რომ ეს ჯვარი შემორჩენილია, დღეს კი იგი შემკულია, როგორც თქვენ ხედავთ, მაგრამ შიგ არის ჩაბრძანებული სწორედ ის მცხეთის ჯვარ-პატიოსანი. რა დიდი სიწმინდეა, წარმოიდგინეთ, რომ წმინდა ნინოს მიერ ეს ნატარები ეს ჯვარი დღეს სვეტიცხოვლის ტაძარშია და თქვენ შეგიძლიათ მიახლოთ მას. მეორე ჯვარი, თოთის ჯვარი, ასევე დაცულია, ესეც სასწაულია ღვთისა, ის არის სამების საკათედრო ტაძარში აღმართული, სწორედ როგორც ეს ჯვარია, გუმბათის ქვემოთ და მასაც შეგიძლიათ მიახლოთ. ანუ რომელიც მეფე მირიანმა ააბრძანა თოთის მთაზე. და მესამე ჯვარი, ესე იგი უჯარმის ჯვარი, რომელიც უჯარმაში აღიმართა, დაიკარგა, მაგრამ ამ ჯვრის მცირე ნაწილი დღეს არის დაცული კუკიის წმინდა ნინოს ტაძარში. ასე რომ თუ ისევ დაუბრუნდებით კათალიკოს პატრიარქის ილია მეორე ზღვაწს, რომ იგი აღადგენდა ამ დღესასწაულებს, ერთი დღესასწაული კიდევ მან დაუბრუნა მცხეთას, ეს არის ხარება დღეს, მცხეთის კურთხევის დღე. მელქისედეკ კათალიკოსმა სწორედ ხარება დღე დაადგინა მცხეთის ამ წმინდა დედაქალაქის კურთხევის დღეთ და ჩვენმა პატრიარქმა აი ეს უკვე დაკარგული დღესასწაულიც აღადგინა. ესე იგი წარმოიდგინეთ, ძველი აღთქმის ესე იგი დიდი დღესასწაულით ილია წინასწარმეტყველს რაც უკავშირდება, შემდეგ ჯვართაღმართების დღესასწაული, ასევე აღადგინა პატრიარქმა მცხეთის ჯვრის დღესასწაული. ეს კიდევ განსაკუთრებული დღეა, ეს არის სულთმოფენობის პირველი ოთხშაბათი, მცხეთის ჯვრის დღეს ისიც დაკარგული იყო ეს დღესასწაულიც და ეს დღესასწაულიც მან აღადგინა. შემდეგ როგორც ხარების დღესასწაული, შემდეგ დღევანდელი ჯვართაღმართების დღესასწაული, ანუ თუ კი რაიმე იყო და გაბნეული, დაკარგული დროთა ვითარებისა გამო, პატრიარქმა მოახერხა აი ამ ნახევარსაუკუნოვანი მისი მოღვაწეობის განმავლობაში ამ დიდი დღესასწაულების აღდგენა. რა მნიშვნელობა აქვს ამ დღესასწაულებს? ამ დღესასწაულების გამოისობით ჩვენ მოგონიჭება განსაკუთრებული მადლი, სამღვთო მადლი, იმიტომ რომ
ის დღე, როდესაც ეს სასწაული მოხდა, ზეციური სასწაულის მიხედვით მოხდა, ხო, ამჯერების აღბრძანება. ის დღე ღმერთის მიერ მუდმივად აი ამ დღეს უბრალოდ ღვთის მიერ მუდმივად გარდამოევლინება მადლი. როგორც ვთქვათ, აღდგომას განსაკუთრებული მადლი გარდამოევლინება, ხო? ასევე სხვა საუფლო დღესასწაულებზე. ასევე, სწორედ ასევე, აი ამ დიდ დღესასწაულებზე, კერძო დღევანდელ დღეს, ისევ საღვთო მადლი გარდამოევლინება მთელ ქართველ ერს. და როგორც ვთქვით, ამ ჯვრების ძალით ცველად და მფარველად ჩვენი ერისა. ღმერთმა ინებოს, რომ დაიცვას და დაიფაროს დღევანდელი დღის მადლი, ჯვართ აღმართების მადლით უფალმა ჩვენი ქვეყანა და რაც თავარია ჩვენს პატრიარქს საუკუნო განსასვენებელი დაუმკვიდროს. ამინ. სრულიად საქართველოს ულოცავ მენელსაცხებელ დედათა დღესასწაულს, ჯვართ აღმართების დღესასწაულს, რომელიც ჩვენი პატრიარქის დაარსებულია და შეუფასებელია მისი დიდი ღვაწლი. ამისთვის მადლობა ჩვენს უწმინდეს ზეცაში ულოცავ ამ დიდ დღესასწაულს. ყველას ულოცავ, ემიგრანტებს, სამეუფეო დას, დედაოებს, მთელ საქართველოს ულოცავ ამ დიდ დღესასწაულს. ულოცავ მთელ სრულიად საქართველოს ამ დიდ დღესასწაულს, ყველა მრავალს დაესწროს, ულოცავ მეუფეებს, მამაოებს, მთელს ერს ულოცავ. ჩვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, რომელიც ძალიან ბრძენი იყო, გამოირჩეოდა ყველაფრით, რაც კი შეეძლო, ასეთი დღესასწაული დაადგინა ჯვართ აღმართება. დღეს ამ დღესასწაულს აღნიშნოთ ზუსტად ეს პატრიარქის წყალობით აღნიშნოთ ამ დღესასწაულს. დღეს იქნება მსვლელობა, შემოულით დღეს და შემდეგ ეს სამი ჯვარი წავა და აღიმართება ეკლესიებში, რომელიც მამამ დაასახელა. ულოცავ ყველას, მრავალს დაესწარით, პატრიარქს ულოცავ ზეცაში ამ დღესასწაულს და მთელს ერს ულოცავ. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ტრადიციულად სამი ჯვარი სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ტაძრიდან გამოაბრძანეს და ლოცვითი მსვლელობა გამართეს. ჯვრები ნავებით მცხეთის გეციმანიის ბაღში აღმართულ სვეტთან გადააბრძანეს. აქედან კი მცხეთის ჯვარზე თხოთის მთასა და უჯარმაში მდებარე ტაძრებისკენ წააბრძანეს. სიწმინდეების სამივე ადგილზე 1 წლის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. ამ ტაძრებში წინა წელს აღმართულ ჯვრებს კი სამ სხვადასხვა ადგილზე დააბრძანებენ. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით აღნიშნული სამი ჯვარი წმინდა ნინოსთან დაკავშირებულ ადგილებზე გადაბრძანდება. მცხეთის ჯვრიდან კარსნის წმინდა ნინოს ტაძარში გადააბრძანებენ. თხოთის მთიდან ურბნისის საკათედრო ტაძარში, უჯარმიდან კი საგარეჯოში, ნინოწმინდის ტაძარში წააბრძანებენ. როგორც ცნობილია, მე-4 საუკუნის 20-30-იან წლებში წმინდა ნინოს ლოცვითა და დიდ სასწაულთა ძალით მოინათლა მეფე მირიანი, დედოფალი ნანა და მთელი ერი. ამასთან საბერძნეთიდან ჩამოსულ ეპისკოპოს იოანეს კურთხევით მცხეთის ჯვრის ქვემოთ წმინდა ნინოს წყაროსთან მოიჭრა სასწაულებრივად მკურნალი აკაკის ხე. მისგან კი ქართლ-კახეთის მცველად და რწმენაში განსამტკიცებლად შეიქმნა სამი ჯვარი ღვთივმინიშნებულ სამ ადგილზე, მცხეთის ჯვრის მონასტერში, თხოთის მთასა და უჯარმაში აღსამართად. ამ მადლმოსილ ჯვართა აღმართება აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს მოხდა. შესაბამისად, აღნიშნული მოვლენის სადღესასწაულო აღნიშვნაც ამ დროსვე დაწესდა. თუმცა ჟამთა ობედობის გამო ეს ტრადიცია საუკუნეების შემდეგ დავიწყებას მიეცა. 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით ტრადიცია აღდგა და მას შემდეგ ყოველ წელს ზეიმით აღინიშნება. ეს დღესასწაული მრავალ დღესასწაულთაგან მივიწყებული პატრიარქმა აღადგინა, ახალი სიცოცხლე შთაბერა ამ ტრადიციას და ალბათ ღვთისწყალობით ეს გაგრძელდება. ჯვრის ძალამ და მადლმა დაიფაროს, დაიცვას ჩვენი ქვეყანა, თითოეული ქართული ოჯახი მრავალჟამიერ, თორე ჩვენ ისევ ვეუბნებით ჩვენს პატრიარქსო, მიყვარხარ პატრიარქო. ქრისტე აღსდგა სრულიად საქართველოს ულოცავ ჯვართ აღმართების დღესასწაულს. თითქმის 20 წელია უკვე რაც აღორძინდა ეს დღესასწაული და ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას და ყველას მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. ულოცავ მთელ ქართველ ერს დღევანდელ დღეს ჯვართ აღმართებას. ქრისტე აღსდგა. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმის გამო, რომ პირველი ჯვართ აღმართება ჩვენი პატრიარქის გარეშე.
და პატრიარქმა ძალიან დიდი ღვაწლი დადო აი ამ ტერიტორიას, სადაც ახლა ჩვენ მდგავართ. რო არა პატრიარქი, ეს ტერიტორია უკვე დაკარგული იქნებოდა და აქ სხვადასხვა სამშენებლო აქტივობები იქნებოდა მერწმუნე თამაში. და აი კათალიკოსმა როდესაც ნახა ეს ადგილი მისი ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ ჯერ სახელი დაუბრუნა პატრიარქმა ამ ადგილს გეცამანიის ბაღი, ეს მისი ძირძველი სახელია. მას შემდეგ რაც ცხეთა იწოდა მეორე იერუსალიმად, ეს ჩვენ ახლა ვდგავართ გეცამანიის ბაღში და აი აქ აღიმართა სვეტი, ქვის სვეტი, ქართლის მოქცევის სვეტი დავარქვით ამას. ამ სვეტზე გამოსახულია ყველა ის სასწაული, რომელიც აი ამ საოცარ ტერიტორიაზე მთელ მცხეთაში რაც მოხდა და რაც დაფიქსირებულია ქართლის ცხოვრებაში. ამასთან დღეს უკვე მნიშვნელოვანი გახდა ეს, ამ სვეტის უკანა მხარეს გამოსახულია ჩვენი კათალიკოს პატრიარქი მუხლმოყრილი, რომელიც ევედრება წმინდა ნიკოლოზს. ავედრებს ჩვენს ერს, ჩვენს ეკლესიას და წმინდა ნიკოლოზის გვერდით დგანან პირველი კათალიკოსი საქართველოისა პეტრე და მეორე დაღმშენებელი სვეტიცხოვლისა მელქისედეკი. საოცარი შეიძინა ამ ხატმა დღეს უკვე. რაც შეეხება დღესასწაულს, გეცამანიის ბაღი სწორედ არის ჯვარსა და სვეტიცხოველს შორის შუალედური ტერიტორია, ასეა იქაც იერუსალიმში და ეს არის იმ სასწაულის, რომელიც მოხდა და რომელზეც არის დაფუძნებული ჯვართაღმართება, სწორედ აი იმ სასწაულს განმარტავს ძალიან კარგად კერძოდ. როდესაც სვეტიცხოვლიდან გარდა მოვიდა ვარსკვლავთ გვირგვინი, ცეცხლოვანი ჯვარი, ვარსკვლავთ გვირგვინი დაგვირგვინებული, ის შეჩერდა აი აქ და გამოიყო მას ორი ვარსკვლავი. შემდეგ გააგრძელა სვლა და დღევანდელი ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე ზეცაში გაჩერდა. აი ეს არის ის გზა, რომელიც ზეცაში მონიშნა უფალმა, ხოლო წმინდა ნინომ ეს ამის პროექცია მოახდინა მიწაზე და ჯვრით ხელში გაიარა ეს ტერიტორია. ეს ჯვარი, ეს არის წყალობა ღვთის, რომ ეს ჯვარი დღეს სვეტიცხოვლის ტაძარშია, რომელიც წმინდა ნინომ იტვირთა. გეცამანიის ბაღი იერუსალიმში რას ნიშნავს, ხო? ზეთისხილის ბაღს. ამიტომ 40 ძირი დარგეთ კათალიკოსის კურთხევით ზეთისხილი, რომელმაც გაიხარა და ნაყოფსაც იძლევა უკვე. და პროექტით განსაზღვრულია, რომ გეცამანიის ბაღი ნამდვილ გეცამანიის ბაღად მოიაზრებოდეს, კერძოდ ეს იყოს სარეკრეაციო შემეცნებითი პარკი. რას ნიშნავს? შემეცნებით, იმიტომ რომ აქ შემეცნების გარეშე ეს არ არის უბრალო პარკი, სადაც ადამიანი ესე იგი დაისვენებს. შემეცნებითია, იმიტომ რომ ამ ტერიტორიიდან 360 გრადუსით თუ დავტრიალდებით, თუ კი რაიმე მოხდა მნიშვნელოვანი ქართლის მოქცევის პერიოდში, ყველაფერი აღიქმება ამ ადგილიდან. ყველა ისტორიული თუ გეოგრაფიული ადგილი. და თვითონ ეს ადგილი გამორჩეულია იმით, რომ ქართლის ცხოვრების ერთ-ერთი რედაქცია გვასწავლის, რომ ქიზიყის დედოფალი სუჯი, რომელიც ჩამოვიდა და უნდოდა მას წერილი მოქონდა წმინდა ნინოსი მეფე მირიანთან, როდესაც აქ მოვიდა, ის ვერ გადავიდა, იმიტომ რომ არ აგვიყო ადიდებული. ძალიან შეწუხდა, მეორე ნაპირას ელოდებიან მას მეფე მირიანი, კათალიკოსი იოანე, წმინდა ნინო და მან დაიწყო ლოცვა. და მდინარე არაგვი გაჩერდა, სუჯი დედოფალმა გაიარა თავისი მხლებლებით და შემდეგ ისევ იწყო დინება არაგმა. აი ამ ტერიტორიაზე და აქ საოცარი რა წერია იცით ცხოვრებაში, რომ ვითარცა შვილი დედის ძუძუს ეძებს, ასე ეძებდა აი ამ სანაპიროზე, ჩვენ სადაც დგევართ, სუჯი დედოფალი ფონს, მაგრამ ვერ იპოვა და შემდეგ მოხდა ეს სასწაული.
ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვყვები, აი ამ სვეტზე არის გამოსახული. როგორც უკვე ვთქვით, ესე იგი 3-დან 2 ვარსკვლავი გაიმართა ერთი თხოთისმთაზე, ერთი ბოდბეში და ეს 3 ჯვრის აღმართვის შემდეგ წმინდა ნინოს მითითებით ბოდბეში კი არ აღიმართა ჯვარი, საოცრება ესეც ხო? კადნიერება ღვთის წინაშე, არამედ უჯარმაში. აი, ნახეთ, ჯვარზე, თხოთსა და უჯარმაში აღმართული, აღიმართა რა ჯვრები დაეცა ყოველი კერპი ქართლისა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, იმიტომ რომ კერპი შეიძლება ფიზიკურად აღარ არსებობს, მაგრამ დღეს ისევ არის კეფცახურება ქართველ ერში და დღევანდელი დღის მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ეს ჩვენი სულიერი კერპები, რომელიც არსებობს, აი ეს რო დავანგრიოთ. ღვთისმოწყალების გარეშე ეს ვერ მოხდება. კიდევ ერთხელ ულოცავ ჩვენს ერს ამ დიდებულ დღესასწაულს და პატრიარქს უხდი მადლობას ამ ადგილიდან. მე მახსოვს პირველად როდესაც აქ მოვიყვანეთ უწმინდესი. გაოცებული იყო აქ ხო სამხედრო ბაზა იყო და აქ არავის არ უშვებთ მინდა. გაოცებული იყო და აი აქ დაჯდა სკამზე დაახლოებით 40 წუთი არ განძრეულა. აი განისვენა და თავარი რაც დღევანდელ დღეს უკავშირდება უწმინდესთან დაკავშირებით. მან აღადგინა ეს უძველესი დაკარგული დღესასწაული ჯვართაღმართების. ამისთვის მადლობა ჩვენს პატრიარქს.